საქართველოში 23 საათია. ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. ხოდა ლევან გაჩეცილაძე და ბადრი ბიწაძე აყალმაყალითა და ცემატყები დაიღლებიან და ახლა რა ვქნათ ჩვენში ტყუილმართალი როგორ გავარკვიოთო იკითხავენ. მოდი ქურდებთან ავიდეთო. კარგიო, მოვა ვანო და ორივეს ქურდებთან ჩაიყვანს. 2040 წელი წარსულში ქართული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი თავის შვილიშვილთან საქართველოს უახლესი ისტორიის მთხრობას შემდეგნაირად დაამთავრებს. ხოდა ბაბუ ამ მაღალი კაცის მთავრობამ ზოგი ოპოზიციონერი კარგად მოისყიდა და ზოგმა კიდევ პრინციპები არ გაყიდა და დღესაც სიღარიბეში კვდებიან. და შენ როგორ მოიქეცი ბაბუ? კითხა შვილიშვილმა. მე ბაბუ ვერ მომისყიდეს და საკუთარ პრინციპებზე დავრჩიო. ეს თქვა, საკუთარ ენცო ფერარის ოქროს პედალს ფეხი მიადგა და ქარზე უსწრაფესად გააკროლა. საღამოშვიდობისა თქვენს ტელეყუთებში ყოველდღიური გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მე გადაცემის სამყაროზე უკეთესი ვასიკო ოდიშვილი გახლავართ. აგერ უკვე მერამდენე თვიარას უზარმაზარი რვიანი და ნაცმოძრაობის წევრები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მსჯელობენ და კიდევ ერთხელ მსჯელობენ, მაგრამ როგორც ჩემგან მესტვირე არ გამოვა, ისე არ გამოვა ამ საქმიდან არაფერი. ხო. ის ტონი, რატომითაც საუბრობენ ჩვენი ოპონენტები, ეს არის მუქარის, შანტაჟის, ულტიმატუმის ტონი, დიალოგის მაგიდასთან მუქარის, შანტაჟის, ულტიმატუმის ტონით საუბარი არის მიუღებელი, დიალოგის მაგიდასთან მუშტების ქნევა არის კონტრპროდუქტიული და ეს არანაირი შედეგს უნებრივი არ მოიტანს. რაც ხდება დღეს ჩრდილოეთ აფრიკისა და არაბულ სახელმწიფოებში, ეს სწორედ იმის მიზეზია, რომ იქ რეალურად არ ქონდათ ადამიანებს საშუალება იმისა, რომ არჩევნებით გამოიხადათ თავიანთი ნება. სწორედ ეს უნდა ქართულ ხალხს შვენიერი შედეგი აჩვენეს ჩვენმა სასიქადულო პოლიტიკოსებმა. თქვენს რომ საარჩევნო კოდექსი გავაუმჯობესეთო და გააუმჯობესეს კიდეც. ოპოზიციამ იმდენს მიაღწია, რომ მალე საპროტესტო აქციები გაიმართება ქვეყანაში და ამ მოჟამულ ცხოვრებას ცოტათი გაგვიხალისებენ. ნაცმოძრავამ კი იმას მიაღწია, რომ არაფერი დაუთმო უზარმაზარ რვიანს და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მაგრები არიან. ახლა ტელეეთერით შეეცდებიან დაგვაჯერონ, რომ ნიშა უფრო მაგარია, ვიდრე ერთად აღებული მთელი ოპოზიცია. ისე ჩვენში რომ დარჩეს, ჩემო ძვირფასო ტელემომზირლებო, რა სახალისო და სასაცილო ქვეყანაში ვცხოვრობთ. არა, ხო, სულ საქმეს აკეთებენ, სულ სამშობლოზე და ხალხზე ფიქრობენ, ზრუნავენ, სულ სიყვარულს გვიმტკიცებენ, სულ რაღაცა გვიუმჯობესებენ და საუბრობენ, ხან ჩხუბობენ, ხან მიტინგობენ და ასე. ყოველი დღე სულ სიხარულის, სიახლის და წარმატების მომტანია ჩვენი ქვეყნისთვის, ხო? და ისეთი ბედნიერები ვართ, მთელი საქართველოს მოსახლეობა, რომ არჩევანის გაკეთება გვიჭირს. არ ვიცით, რომელია უკეთესი, ვინ უფრო კარგ შოუს შემოგთავაზებს, ამიტომ ჩვენ კი მივალთ არჩევნებზე, მაგრამ გამარჯვებული ხომ მაინც იმის მიხედვით გამოვლინდება თვითონ ესე იგი პარტიები როგორ შეთანხმდებიან და ვის დაასახელებენ გამარჯვებულ. ხო, ცოტა გადავუხვიოთ თემას, მაგრამ არა უშავს. სიუჟეტში ერთ საინტერესო ფრაზას წავაწყდი, რომელიც ლაშა ხარაზიშვილს ეკუთვნოდა. გაგრძელდება თუ არა ოპოზიციური რვიანი შეხვედრების საარჩევნო კოდექსზე და მოლაპარაკება მრგვალ მაგიდასთან ხელისუფლება ოპონენტებს საუბრის ტონის შეცვლას თხოვს. ოპოზიციის ნაწილი ტაიმაუტის აღებას გეგმავს, ნაწილი კი აცხადებს, რომ კომპრომისის არარსებობის შემთხვევაში ქვეყანაში ჩრდილოაფრიკული სცენარი განმეორდება. პარტიებს შორის ბოლო აუდიენცია ორი კვირის წინ შედგა რაბედიელის ოპოზიციურ რვიანს. აი ამ უწყინარ ტექსტში ერთი კიდევ უფრო უწყინარი დეტალი იყო. ლაშა კითხულობს, რა ბედიელის რვიანსო? ესე იგი, წამყვანი ამბობს, რომ რვიანს დაერხაო, რადგან როგორც ნაცმოძრაობა გადაწყვეტს, ისე იქნებაო და საიდან იცის ლაშამ ეხა რომ ეგრე იქნება? ეგ ხომ იმედის წამყვანი და მოდელირებული, ანუ შავი დღის წამყვანი ჟურნალისტია. მაშინ ჯერა რომ ასე იქნება. დაველოდოთ მოვლენებს, სანამ ეს მთავრობა 2013 არ შეიცვლება და ვნახოთ რა ბედი ეწევა ლაშა ხარაზიშვილს. ჩემი საყვარელი პოლიტიკოსი ბატონი შალვა ნათელაშვილი დაბრუნდა ამერიკული ტურნედან და თავის წარმატებაზე დამაჯერებლად ილაპარაკა. სოფლიო პოლიტიკურ ცენტრში თეთრ სახთან პირველად გაისმა სრულიად საქართველოს ხმა თავისუფლების, დამოუკიდებლობის და მომავალი გამარჯვების. მინდა იცოდეს ამერიკელმა და ქართველმა ხალხმა, თუ ვინა დიქტატორ სააკაშვილის აღვირახსნილი მფარველი. ესა ამერიკის კონგრესი.
დიახ, პირველად გაისმა თეთრ სახლთან სრულიად საქართველოს ხმა თავისუფლების, მომავალი გამარჯვების და უმალ ობამას ხრიმაში ჩაიკარგა. ბატონმა შალვამ გვამცნო მაღალის მფარველი ანგელოზების ვინაობა. ეს მფარველი ანგელოზები ამერიკელი აღვირახსნილი კონგრესმენები ყოფილან. აი ხალხო, ვინ ყოფილა ქვეყნის ამომგდებელი, ქართველიერის დამღუპველი, ამერიკის კონგრესი, ხალხო, ამერიკის კონგრესი. აბა ყველა ერთად დავირაზმოთ და ვაშინგტონში დიდი მიტინგი გამართოთ მოთხოვნით, გადადგეს ამერიკის კონგრესი. მაგრამ ამერიკელებმა რომ გითხრან, ჩემგან რა გინდათ, თქვენი პრეზიდენტია მიშა და თუ კაია, ეგ გადააყენეთო, მე რა გავქნათ. მაშინ გავარდეთ 100,000 ქართველი ლონდონში და უინძორების სასახლის წინ მოვითხოვოთ ელიზაბეტის გადადგომა. მაგრამ ელიზაბეტმაც რომ იგივე გითხრას, ჩემგან რა გინდათ, თქვენი პრეზიდენტია მიშა და ის გადააყენეთო, მაშინ ჩამოვიდეთ საქართველოში და რუსული ფულით ნაკვებ, ანუ ბილაინის დასპონსორებულ გადაცემა ნანუკა შოუს ვუყუროთ. ნანუკა შოუს იმიტომ რომ დაღლით დაქანცულნი გულს გადავაყოლებთ და კიდევ ერთხელ დავიჯერებთ რომ ჩვენ ძალიან მაგარ ქვეყანაში ვცხოვრობ. აი ასე შევძლებთ შევცვალოთ ხელისუფლება და სათავეში მოვიყვანოთ სხვა ხელისუფლება. ხო. დავით ბაქრაძის და ვერა ქობალიას მსგავსად ისრაელში ვერც გოგი და გოგუა წავიდა. იგი დღეს გამართულ ისრაელ-საქართველოს თამაშის დროს თავის გუნდს ვერ დაეხმარა. ისრაელის საქართველოს მატჩამდე ერთი დღით ადრე ქართულ ფეხბურთელებსა და მათ მწვრთნელს თელ-ავივში განსაკუთრებულად ხვდებიან. ხორვატიასთან გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრები ყურადღების ცენტრში მოექცა. ქეცბაიას გადაწყვეტილებით ამ მატჩში არ ითამაშებს გოგი და გოგუა. ძალიან დასანანია რომ ამ მეტად საჭირო მომენტში საქართველოს ნაკრებს ასეთი ფეხბურთელი ვერ დაეხმარა. მიუხედავად საზოგადოების დიდი ინტერესისა, ვერავინ გაიგო თუ რატომ არ წაიყვანა ქეცბაიამ გოგი და გოგუა სათამაშოდ, თუმცა ჩემმა შემოქმედებითმა კოლექტივმა შეიტყო ამის რეალური მიზეზი. ერთ-ერთი ვერსიით, ისრაელი კვლავ განაწყენებულია, რომ ებრაელი ბიზნესმენები ქართველებს ყავთ დაკავებული და ამიტომ ისრაელის ნაკრების მწვრთნელმა ქეცბაიას ურჩია, რომ უკეთესი იქნებოდა თუ გოგუას არ შეიყვანდა განაცხადში, რათა ებრაელი ხალხის რისხვა არ გამოეწვია ამ ფაქტს. თუმცა, აქვე ყვითელ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას უპირისპირდება. ამ ვერსიის თანახმად, ქეცბაიას გოგი და გოგუა შემადგენლობიდან მთავრობამ ამოაღებინა და მის ნაცვლად შემადგენლობაში ვერა ქობალია და დავით ბაქრაძე ჩაასმევინა. თავის მხრივ, ისრაელის ნაკრების შემადგენლობაში იყო შეყვანილი ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარე. ამ ინფორმაციით, ეს მოთამაშეები მოედანზე არ გამოჩენილან და სათადარიგო სკამზე გამართეს მოლაპარაკება. ქართველი პოლიტიკოსების ასეთი ფორმით ვიზიტი ებრაელთათვის გამაღიზიანებელი არ ყოფილა, ვინაიდან ნაკრების 55 და 555, ესე იგი ნომრიან მაისურებში შენიღებული ბაქრაძე და ვერა ქობალია ვერავინ იცნო. შესაბამისად, ქართველ და ებრაელ პოლიტიკოსებს შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, რასაც მთელი სულით და გულით გილოცავთ. ესე იგი მანჩესტერის ერთიანი სეტუბალი პორტუ აქ ორიანზე დავდებ, ორიანი გრეჩიხა ბადრი ბიწაძე. რა დავდო? გრეჩიხაზე დავდო კიდეც? არა, მთელ ქალაქს გრეჩიხაზე უდევს და ჩატეხავს უეჭველი რა. თანაკუში აქვს ახლა მაგას? 1.2-ზე, ხო, 1.2-ზე როგორ დავდო? ბიწაზე კიდევ რამდენჯერაც დავდე, იმდენჯერ სულ გამისხადა. მოდი, აბა, იმას რა ქვია, შედეგს ამოვაგდებ რა, ესე იგი, მოიცა, მეტი თავში დარტყმა, ცხვირში თავის ჩარტყმა, მეჟდუგლას. ო? მეჟდუგლასზე დავდებ. ერთწუთით? აჰა, კაიკუში აქვს 4 და 0. პატრულის გამოძახება, არა, გრეჩიხა დუტის კურტკით დადის და პატრულს ეგ არ გამოიძახებს. არა, ხა არც ბიწაძე კი მუშაობდა პოლიციაში, მაგრამ არც ბადრი არ არის, ხა ჯაბანი რომ პოლიციის გამოძახება დაჭირდეს. მოიცა, პანჩურები 11-ზე მეტი ან 11-ზე ნაკლები. რა გუში აქვს 3 და 4 კოეფიციენტი, ხო? ხო, აჰა, აი აქა, ხო. პანჩურე 11-ზე ნაკლები. და რაც შეეხება მსაჯი, ვინ გაჟდის ახლა შეხვედრას? ვინ ჯიძე? კიდე მიშამსაჯებს. სანამ არ დაახოცინებს ერთმანეთს, არაშველებს და სულ ამ კაცს რატომ აძლევენ ამ საჯობას ვერ გავიგე რა. არა, მოკლედ ვერ გადავწყვიტე რა. სერგო, რა გეხარ მანდა ხმას რო არიღე, ხო? რაზე ესა რა ვქნა, ჰა? ეგრევე რომ შევაგდო? არა, 5-იანს დავწერ. ო, 5-იანს დავწერ. აი ბილეთით შეიკრა, ერთწუთით? მოიცა ახლა რა ვქნა? ბილეთი დავდო თუ ხელზე გავმაზოვე?
ხელზე გავმაზომ. მოიცა დემეტრაძეს დაურეკო. არა, დემეტრაძე ციხეშია, მაგი ვერ გამამაზინებს. მაშინ კობიაშვილს დაურეკავ. და მაგასაც დავაჭერნებ, მაგრამ მე მეც ხო დამიჭერენ და ამ გარაცემას ეშმაკები დაეპატრონებიან, ამიტომ ისევ ბილეთს შევაგდებ, ხო? ბადრი მატჩ რევანშია და მიდი ახლა ტყუილად არ გამასროლინო ეს ორი თუმანი. არა, ისევ აჯობია ხუთიანი შემოუხაზო, ჰა? ფაიზაღი დაждდება ხუთიანი. ერთ წუთით. ხუთიანი. ახლა აბების ეთერში რეკლამიცინის მიღების დროა. რეკლამიცინი ჩვენს ეთერში. სახალხო ლექსი ბადრი და გრეჩიხა. შაიბნეს ბადრი გრეჩიხა, მაშინ დაიძრნეს მიწანი. კლდეები ჩამაინგრივნეს, სტონ დაილეწნეს ტყისანი, მოკლედ იჩხუბეს. და საბოლოოდ ქართველი ხალხი ისევ პირში ჩალაგამოვლებული დარჩა. ეს ჩვენი მმართველი ხელისუფლება. ისინი 2003 წლიდან გვმართავენ, გვაშინებენ და გვაშიმშილებენ. ეს კი ჩვენი ოპოზიციური პარტია. ისინი ოდითგანვე აკრიტიკებენ, მსჯელობენ და ტვინს გვიკირწყლავენ. ხოლო ორივენი ერთად საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მსჯელობენ. ქართველი პოლიტიკოსები, ხალხო, გააკეთეთ სწორი არჩევანი. ძვირფასო ტელემაყურებლებო და მთავრობის იმედგაცრუებულო წევრებო. ერთი სასიხარულო ამბავი მინდა გამცდოთ. ქართულ ებრაულმა ურთიერთობებმა გეზი ისევ დათმობისკენ აიღო. ან ავაღებინეთ. მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს? კითბება და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ისრაელში მცხოვრებ ქართულ დიასპორას უმასპინძლა ზალ სამადაშვილი სტუმრებს იმ დოკუმენტურ ფილმზე ესაუბრა, რომელსაც დელეგაცია მალე ქართულ ებრაული ურთიერთობების კიდევ უფრო გასაღმავებლად გადაიღებს. ჩამოვიდა ის ხალხი, ვისაც ჩვენ ვუყვარვართ. პატის გცემს, გვაფასებს, ჭირსათულ ხინში გვერდით გვიდგას. კორუფციულ გარიგებებში უხვევთ, ვაპატიმრებთ და მილიონებს ვცანცლავთ. ეს წამომცდა. რატომ მე არ გამიხნება? ბიზნესმენ რონი ფუქსისა და ზევ ფრენკელის საქმე რა გასახსენებელი იყო ეხლა აქ, ხო? ერთი სიტყვით უკვე ყველაფერი კარგისკენაა და როგორც უკვე აღინიშნა, მალე კარგი, კოხტა დოკუმენტური ფილმის გვექნება ჩვენს სიყვარულზე. ჩახუტებაზე, ტკბილ ურთიერთობებზე და ქართულ ებრაულ დაჭერებზე. ვაიმე, აი კიდე წამონცდა, ხო? მოკლედ ამ დასამიწებელ ენაზე ხო ვერაფერს ვიჩერებ რა, უნდა მოვაღო ეს სახალხო პირი და ყველაფერი წამოვროშო. ხო და ჩამოვიდნენ ქართველი ებრაელები. შეხვდნენ ჩვენ საკრებულოს თავმჯდომარეს და დანარჩენ ქართველებს. კარგად იჭუკჭუკეს და გადაწყვიტეს, რომ ამ დოკუმენტურ ფილმში მხატვრული ელემენტებიც გაერიოს. ერთი კაცის და ერთი ქალის როლი დაემატოს, რომელსაც ჩვენი პარლამენტის თავკაცი დავით ბაქრაძე და ჩვენი ეკონომიკის დედად წოდებული ვერა ქობალია შეასრულებენ. ისინი იქნებიან დაკარგული მოგზაურები, რომლებსაც იერუსალიმის აღთქმულ მიწაზე სურთ მოხვედრა, მაგრამ ვერაფრით ვერ ახერხებენ მის დიდ გალავანში შეღწევას, რადგან მათ წინაპარს ებრაელების მიმართ რაღაცა ცოდვა აქვს ჩადენილი და ის უნდა მოინანიონ. ეს წინაპარიც არაფრის დიდებით არ ინანიებს და დგანან ასე ჩვენი მოგზაურები და იხვეწებიან ჩვენ რა შუაში ვართ, არ იქნებ გაგვიღოთ ალაყაფის კარი, რომლის თავზე წერია ესა რონი ფუქსის შესაძლოთან დატოვეთო, ხო? ჯერჯერობით ფილმის სცენარი აქ მთავრდება და ვნახოთ ახლა გადაღებების დასრულებამდე როგორ განვითარდება მოვლენები და იქნებ ისეც მოხდეს რომ ჰეპი ენდი დასრულდეს ყველაფერი და მოგზაურები აღთქმულ მიწაზე მოხვდნენ. რა ვიცი აბა ახლა იფიქროს მაინც მათ წინაპრად წოდებულმა ამ საკითხზეც. ირაკლი ბათიაშვილმა სახალხო კრების სამომავლო გეგმა გააჟღერა და განაცხადა. თვითონ დახუთ მარცხნათელი გახდა, რომ სახალხო კრებას აქვს ის ძალა და რესურსი, რასაც სიმართლისა და ხალხის ძალა ქვია და რომის ხალხი მზად არის მასშტაბური წინააღმდეგობა გაუწიოს უკანონობას. მისივე თქმით, სახალხო კრება არ ივიწყებს პატიმრობაში მყოფ შეფიცულებს და მათ ოჯახებს ფიზიკურ და მორალურ მხარდაჭერას უცხადებს. ბრწყინვალე შვიდეულის დასრულებისთანავე სახალხო კრება იწყებს ბრძოლის გადამწყვეტ საბოლოო ეტაპს. გამოაცხადებთ მოქმედების კონკრეტულ გეგმას. ამ დღისთვის მთელი საქართველოს მზად უნდა იყოს. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, სანამ საქართველოს ამ დანაშაულებრივი რეჟიმისგან არ გავათავისუფლებთ. არა, მოკლედ რა ისე არის ჩვენი საეკლესიო კალენდარი გადატვირთული ამ საკრალური დღეებით, რომ კაც რევოლუცია ვეღარ მოუხდნენ. არა და შეამზადებენ ყველაფერს, უნდა გავარდნენ შეესიონ და აღმოაჩენენ რომ გიორგობაა რაღაც. ხო. მე კიდევ თავიდან შეკრებენ ქუდზე კაც მოიმარაგებენ ტყვია წამალს და უცებ თამარობა. ნუ ასე პირობებში მუშაობა შეუძლებელია. რაღაცა ხო უნდა შეიცვალოს. აშკარად ერთი ათეისტი ოპოზიციონერი გვინდა, რომ თქვას არაფერი არ არსებობს და საქმე შეუდგეს. აი ისე 23 ნოემბერს რომ რევოლუცია მოაწყო და ესა გაგვინათოს ბნელი. აბა გაიხსენეთ გიგა ბოკერიას თუ აუკანკავდა ხელი თავის დროზე?
თორემ ხელისუფლებას რაღაც მე ვერ ვატყობს სურვილს, რომ ბრწყინვალე შვიდეულში ან სხვა საეკლესიო დღესასწაულებზე ბენზინის ფასის ნაკლებას აპირებდეს ან ჟურნალისტების სემატყების მეორე დღისთვის გადადებას. ამ ლოგიკიდან გამომდინარე, რევოლუცია რატომ უნდა იყოს მიუღებელი? რადგან ამ ქვეყანაში სიმართლეს ხმამაღლა არავინ ამბობს, ისევ მე უნდა გავცე საკუთარ შეკითხვას პასუხი და გითხრათ, რომ თუ რევოლუცია გაიმარჯვებს, არავისთვის იქნება მიუღებელი ის ფაქტი, რომ იგი წმინდა დღეებს დაემთხვევა. ხოლო თუ დამარცხდება, ყველანი ციხეში, ასეთია ბუნების სამართალი. მე კიდევ ერთ ყველაზე მყარ არგუმენტს მოგივანთ. თავად იესო ქრისტე ეუბნება ფარისეველთ, შაბათს რომ ბატკანი ორმოში ჩაგივარდეთ, ხომ აუცილებლად ამოიყვანდითო? ხო და აი ჩავცვიდით ორმოში ბატონო ირაკლი და ახლა შაბათიც მოგდგომია და ისა ამოგვიყვანეთ ახლა ამოგვიყვანეთ. ოცი წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და მას შემდეგ ქართველები და მისი თანამოაზრეები აღნიშნავენ ამ ღირსშესანიშნავ დღეს. ამჯერად ამ იუბილეს ფილმის გადაღებით აღნიშნავენ. ისტორიები, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს ხალხის ცხოვრებას ასახავს და კადრები, რომელშიც მწერლის რეალური ცხოვრება იქნება აღწერილი. რუსი რეჟისორი ანდრეი ნეკრასოვი დევიდ სატერის წიგნის მიხედვით დოკუმენტურ ფილმს იღებს. უგუნურების საუკუნის ავტორი დევიდ სატერი London Financial Times-ის კორესპონდენტი იყო, წლების განმავლობაში კი მოსკოვში ცხოვრობდა. ფილმის გადაღება ერთ თვეში უნდა დასრულდეს, პრემიერა კი საბჭოთა იმპერიის ინგრევის 20 წლის თავს მიეძღვნება. ანდრეი ნეკრასოვის დოკუმენტური ფილმი დევიდ სატერის წიგნის მიხედვით ეკრანებზე საბჭოთა კავშირის ინგრევის 20 წლის თავზე გამოვა. აბარა, ყოველ წელს უნდა აღნიშნოს საბჭოთა კავშირის დაშლის წლისთავი. ამ ფორმით და არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის, სპარსეთის ბატონობის გადაგდების 264 წლისთავიც უნდა აღნიშნოთ და ერთი წუთით ხო, აი ახლა ჩემმა ერთ-ერთმა სცენარისტმა ისპაჰანში შაჰ-აბასის საფლავზე ტერაქტი მოაწყო და სამაგალითო წაბილწა სისხლიანი შაჰის საწვავი. ასევე მომავალში უნდა გავუსწორდეთ ჩინგის-ყაენის ცხედარს. ამოვთხაროთ მიწიდან, გამოვაბათ ცხენის კუც და ასე თრევით შემოვატაროთ აზიის კონტინენტი და შემდეგ ერთი კარგი ნადიმიც გავმართოთ. აი მაგალითად, გალების შთამომავალი ფრანგები აპირებენ რომაელების შთამომავალ იტალიელთა მაკარონს ბოიკოტი გამოუცხადონ. ემბარგო დაადონ აქაო და იულიუს კეისარი პირსისხლიანი იყო და ჩვენ რატომ უნდა ჩამოვჭეთ ახლა? და კიდევ დევნილების გადაგდების 3 წლის თავიც რომ აგვეღნიშნა არ იქნებოდა ურიგო. აი მაღალი რომ დაპირდა, ხმა მომეცით და ამ დღეებში აფხაზეთში დაგაბრუნებთ, ხო? აბების ეთერს პოლიტიკოსებს ვუთმობ. იცინიან და იცინიან პოლიტიკოსები. მეხუთე ადგილი. ხალხო, მე აქამდე მეგონა რომ ჩვენი მთავრობის მიღწევები მხოლოდ ჩვენ ვიცოდით, მაგრამ ნუ რას უკაცრავად, თურმე ჩვენი წარმატებები გაღმაც ისევე ჭექს, როგორც აქ. ჭექს. ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა საკმაოდ მომგებიანია ჩვენთვის, რადგან ევროპის ქვეყნებთან, მათ შორის ბრიტანეთთან შედარებით, ნაკლებია გაზის ელექტროენერგიის ხარჯი. ამას ემატება ისიც, რომ საქართველოში კორუფციის დონე ნულოვან ზღვარზეა. მეოთხე ადგილი. მეოთხე პოზიციაზე გავიდა გიორგი ბარამიძე. ლოზუნგი გასაკეთებელი კიდევ ბევრია, დღესაც მუშაობს და ჩვენი ხელისუფლება დღესაც ამბობს, რომ ქვეყანასთან მიმართებაში კიდევ ბევრი კარგი და საოცნებო რამ აქვთ გასაკეთებელი. ჩვენი მთავარი საზრუნავი არის ქვეყნის გამთლიანება და თანამედროვე ქართული, ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბება. მესამე ადგილი. მესამე ადგილი დაიკავა შალვა პროტესტაშვილმა, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს ხელისუფლებას, არამედ ამერიკის ხელისუფლებასაც დაუპირისპირდა. მინდა იცოდეს ამერიკელმა და ქართველმა ხალხმა, თუ ვინა დიქტატორ სააკაშვილის აღვირახსნილი მფარველი. ესა ამერიკის კონგრესი. თუ გაგრძელდება ამერიკელ კანონმდებელთა ლობირება სააკაშვილის ტერორისტული რეჟიმისადმი, ჩვენ იძულებული გავხდებით ადგილზე პირდაპირ მათ შტატებში ვაცნობოთ მათსავე ამომრჩეველს, თუ ვისი მეგობრები არიან ის. მეორე ადგილი. მეორე ადგილი დაიკავა სასიხარულო ინფორმაციამ. ამიერიდან თავს უფრო დაცულად და უსაფრთხოდ ვიგრძნობთ. ჩვენი ხელისუფლება თითოეულ ჩვენთაგანზე ზრუნავს. გვექნება უკვე იმის საშუალება, რომ შევარჩიოთ ოპტიმალური გზები, თუ როგორ უფრო და უფრო უკეთესი და კლიენტზე ორიენტირებული იყოს იურიდიული დახმარების მიერ და ზოგადად მართლმსაჯულების ხარისხი ორიენტირებული საზოგადოების ნებისმიერ წევრზე.
პირველი ადგილი. პირველი ადგილი კი უკავია მამუკა კაციდაძეს, რომელიც სულ არ შეცვლილა. ის ისეთივე ახალგაზრდა და ენერგიულია, როგორც 7 ნოემბერს იყო. მიდი მამუკა, მიდი ჩვენ შენთან ვართ. გამოსავალი ამ შემთხვევაში არის პოლიტიკურ ნებაში, რომელიც უნდა დააფიქსიროს ხელისუფლებამ საკუთარი ნებით, ან ძალით დავაფიქსირებინებთ, რაც შეეხება ძალას, ეს იქნება ჩვენი დემონსტრირება კონკრეტული მოთხოვნებისა ქართულ საზოგადოებასთან, საერთაშორისო საზოგადოებასთან და პოლიტიკური ოპოზიციის ერთობასთან ერთად. ძვირფასო ერთი დღით მატყუარობის მსურველნო. სულ რაღაც 3 დღე გადარჩა 1 აპრილის დადგომამდე. მინდა კიდევ ერთხელ სულით და გულით დაგვატეჟოთ ჩვენი საყვარელი პარლამენტის შენობის წინ. აქციაზე მიშა მაგარია. შეგახსენებთ 1 აპრილს პარასკევ დღეს დღის 3 საათზე დიდნო და პატარა მთავრობის ხოტბის შემსხმელნო. მოიგონეთ და პლაკატებად დაწერეთ თქვენთვის სასურველი ხოტბა ტყუილი და შემოგვიერთდით. თუ მხოლოდ მოგონება გეხალისებათ და ფურცლებზე წერა გეზარებათ, მაშინ მოგწერეთ იგი Facebook-ის ჩვენს გვერდზე ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და საუკეთესო ფრაზებს ჩვენ დაგიწერთ და მოგართმევთ პარლამენტის შენობის წინ 1 აპრილს დღის 3 საათზე. ახლა კი შემოგთავაზებთ ერთ-ერთ მორიგ ფრაზას ჩვენი გვერდიდან. იგი შემდეგნაირად ჟღერს. ნეტარ არიან მაღალნი. დიდი მადლობა ავტორს და გთხოვთ რომ კიდევ ვიაქტიუროთ მთავრობასთან ტყუილში გაჯიბრების საზოგადო საქმისთვის. ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს.